ოჯახს აქვს. სოფელ გიორგიწმინდაში დაბინძურებული წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. გლდანის ტბის მახლობლად მდებარე დასახლებას კანალიზაცია არ აქვს, რის გამოც დაბინძურებული წყალი პირდაპირ ბაღბოსტნების ტერიტორიებზეა მიშვებული. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, როცა ჰაერის ტემპერატურა იმატებს. ადგილობრივებს გამგეობა ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს პირდება. ეთო მამნიაშვილი გიამბობთ გიორგიწმინდელთა პრობლემებზე. წყალი, რომელსაც მოვიხმართ ჩვენ, თუნდაც ხელების დასაბანად, ეს ყველაფერი მიედინება ბაღში. ნანა ჯოხაძე სოფელ გიორგიწმინდის მკვიდრია. კანალიზაციის პრობლემა წლებია აწუხებს. არაერთი დაპირების მიუხედავად მისი და მისი თანასოფლელების პრობლემა ისევ გადაუჭრელია. იმის გამო, რომ არ არსებობს ჩვენს დასახლებაში კანალიზაცია, ეზოში გაკეთებული გვაქვს ორმო. ორმო ივსება და გადმოდის. ამ ორმოდან ამოდის სიბინძურე, სუნი, უბედურება, კოღოები. სახლების ონკანებიდან გამოსული წყალი მოსახლეობას საკუთარ ბოსტანში და უარეს შემთხვევაში მეზობლის ბაღებში აქვს გაშვებული. დაჭაობებული მიწის ფართი მოსახლეობისთვის გამოუყენებელი ხდება. ვისაც ეზოში დიდი ზომის ორმო აქვს გამოყენებული წყალი იქ ჩაედინება. ამოტუმბვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადახდის საშუალება კი ყველას არ აქვს. კანალიზაცია არის უპირველესი ოჯახებით ცხოვრობთ. გადის ქუჩებში ეს წყალი იღვრება ეს ფეკალური მასები. ბავშვებს ვაქცევთ ცოტა ყურადღებას, რომ არ გეეკანონ იმ წყალს, მაგრამ მაინც ბავშვი ვერ ვაჩერთ. და მაინც დარბიან ეზოში და იმ ბიძრო წყალს იმაშვებიან. გიორგიწმინდელებს კანალიზაციის პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში ახსენებს თავს, როცა ძლიერი სიცხის გამო ქუჩებსა და ეზოებში უსიამოვნო სუნი დგება. საკითხის მოგვარებას ხელისუფლებას ოპოზიცია ახსენებს. 21 საუკუნეში ქალაქში უკვე კანალიზაციაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, რომ ის არსებობდეს. რაიონის გამგებელი კი პრობლემას სახლების არასწორ განლაგებას და თავის დროზე კანალიზაციის გეგმის არ ქონას უკავშირებს. ბესიკ ქარცივაძე სამომავლოდ ახალი ბიოსივრცის დაყენებაზე საუბრობს, რომლითაც რამდენიმე ოჯახი ისარგებლებს. ვაკეთებთ პროექტს. პროექტი მოაზრებულია, წარმოდგენილია, ხარჩაღრიცხვას ყველაფერს მაშინ იქნება პრეზენტირება, როდესაც ეს ყველაფერი იქნება რეალობის საზომში. ვამბობთ, რომ იქნება რეალობა. სანამ ბიოსივრცის პილოტირება ერთ ოჯახში მოხდება და მის ავკარგიანობას სპეციალისტები შეისწავლიან, სხვა ოჯახებს მოხმარებული წყლის გაშვება ისევ საკუთარ და მეზობლის ბაღებში მოუწევთ. რა ხდებოდა მნიშვნელოვანი დღეს მსოფლიოში გაიგეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან. ტრაგიკული ავიარეისის ნომრით MH370-ის დაღუპულ მგზავრთა ოჯახები მალაიზიის ხელისუფლებას პასუხს თხოვენ. ნაპოვნ ფრაგმენტზე ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დაზარალებული მხარე გამოძიებაზე სრულ ინფორმაციას ელის. პეკინში მალაიზიის საელჩოსთან შეკრებილებს დათქმული შეხვედრის მიუხედავად არავინ გამოხმაურებია. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქურთი ამბოხებულებისა და პოლიციის შეტაკებას მსხვერპლი მოყვა. დაპირისპირებისას დაიღუპა 2 პირი, 10 კი დაშავდა. სირნაკის პროვინციაში ვითარება ივლისიდან დაიძაბა. ახალგაზრდა ფრანგი ქალი 6 თვიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. იგი მძევლად იემენში იმყოფებოდა. ამერიკული კომპანია აიალა კონსალტინგის თანამშრომლის გათავისუფლება დიპლომატიური მოლაპარაკებებით მოხდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლუმინარიუმში. ჟენევის სტუმრებს ახალი გასართობიელით. გასაბერი ლაბირინთი სხვადასხვა ფერშია განათებული, რომელიც მნახველებს ტროპიკულ დღესაც ახსენებს. ჰოლივუდში საიდუმლო ვითარებაში ჩატარებულ ცერემონიას განიხილავენ. 4 წლიანი რომანი მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა და სცენარისტმა ჯასტინ ტერუმ ქორწინებით დააგვირგვინეს. საქორწინო ცერემონია წყვილმა საქმროს დაბადების დღის მოტივით შენიღბა. რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებით დაგიბრუნდებით. მუსიკალური ფესტივალის ბოლო დღე ანაკლიაში. ფესტივალი შედგა, ფესტივალ ჩაერა ანშლაგი, ჩვენ ქართველმა შევქმნით ჩვენი ქართული ბრენდი. ჯემფესტის სტუმრები გრანდიოზული დახურვის მოლოდინში. კარგია, მომეცეთ. დაგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საერთო ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. სამიჯი 4G
ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით Beeline-ისგან. შეიძინე 4G smartphone-ები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები Beeline-ის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. Beeline-ი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. დაგჭირდა თანხა. შედი კრედიუმ.G-ზე, შეავსე განაცხადი და მიიღე ფული მარტივად, სულ რაღაც 15 წუთში. კრედიუმ.G. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head & Shoulders-ი იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერფოლს. Head & Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. მთავრობის დადგენილებით 2015 წლის 1 აგვისტოდან სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაკი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუ კი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვას უნდა დაეწეროს. მაგალითად, არაჟნისებრი მცენარეული ცხიმით ან ხაჭოსებრი მცენარეული ცხიმით. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიგრძალება. იცოდე რას მიირთმევ. სურსათის ეროვნული სააგენტო. ყურადღება. Vivush G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სასხზე. პირველი სასხი კი კლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღე თანხა სულ რაღაც 15 წუთში. Vivush G. ფული თანამედროვე ხალხისთვის. კაფელი და მეტლახი 12 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. გიროლი წარმოგიდგენთ ორ ახალ გემოს. პიტნის დარღუნა ბიჭისთვის, მარწყვი და ალუბალი გოგოსთვის. ბიჭებო, არავის აგიღიათ ჩემი დიროლი. ახალი დიროლი გოგოსთვის და ბიჭისთვის. არაგერიოს. დედა, ჩვენ შევიტყვეთ ბოროტი მიკრობების შესახებ, მაგრამ ეს სუპერ დედა დავხატე მათ შესაშირებლად. და შენ ხარ ჩემი სუპერ დედა. ახლა კი მოდი გავთავისუფლდეთ ამ საშინელი მიკრობებისგან. დედა შენი მართალია. Safeguard-ი რეკომენდირებულია ოჰაიო შტატის ფარმაცევტთა ასოციაციის ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტების მიერ. Safeguard-ი სუპერ დედების დამცავი ფარი. ახალი ანტიბაქტერიული ხელის საპონი, გასართობი და მარტივად გამოსაყენებელი, მათ შორის ბავშვებისათვის. მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კვადრატული 95 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. ახალი პლანშეტი Lenovo Yoga ტაბლეტი. მხოლოდ ამ ზაფხულს დირსიში 60-ხიანი ბინები $650 შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი 274.04. აქცია ლეისისგან. გათამაშებაშია 35,000 პრიზი. შეაგროვე ლეისის ცარიელი შეფუთვები და მიიღე ზღვის სანდალი, მზის სათვალე, ყურსასმენები ან დინამიკი. საჩუქრების მიღება შესაძლებელია ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე leis.com.g. ზაფხული ლეისთან უფრო გემრიელია. დილას ბაკურიანით ვიწყებ. უნიკალური მინერალები აღვიძებს ჩემს ორგანიზმს და აღადგენს წყლის ბალანსს. შუა დღეს მეხმარება დაღლილობა ნაადრევად არ მიგრძმა. საღამოს თავს კვლავ კარგად ვგრძნობ. ბაკურიანი განაახლებს შენს ორგანიზმს. უკვე ახალი შეფუთვით. შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ.
მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კვადრატული 95 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. არსებობს პროფესიები, რომელთა ხელშიცაა ხშირად ჩვენი სიცოცხლე. სწორედ ასეთია ავიამეთვალყურე. საქაერო ნავიგაციამ ამ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შემდეგ ქვეყანას 12-ით მეტი ავიამეთვალყურე ეყოლება. შტატის გაზრდა ფრენების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. კონკურსში გამარჯვებულები სასწავლო კურსს ევროპაში გაევლიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მათ 7 წლიანი კონტრაქტი ელით. როგორც ქრონიკამ გაარკვია, საქართველოში სულ 110 ავიამეთვალყურეა. დღეს ჩვენ ერთ-ერთი მათგანის პროფესიულ დღეს გიჩვენებთ. ყოველი დილა აეროპორტით იწყება. თვითონ ხშირად არ დაფრინავს, მაგრამ სხვების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს. 9 წელია ლევანი ავიამეთვალყურეა. სამუშაო კურსი არის 100-ზე, ვაკაციური საშუალებები მუშაობს დამატულად, კავშირი ყველასთან არის. ყოველდღიურობა მოსალოდნელი ამინდივით არაპროგნოზირებადია და ამინდთან ერთად იცვლება. ავიამეთვალყურის სამუშაო დღე ერთმანეთს არ ჰგავს. ამიტომ პირველ რიგში იმისთვის, რომ დღევანდელი დღე დაგეგმოს, სავალდებულო ინსტრუქტორს გადის. ტექნიკური საშუალებები ყველაფერი გამოხატავს მუშაობს. დღეს არაფერს ისეც განსაკუთრებით არ მოვავალდები. მუშაობს შეუძლებლად თანახმად. ავიამეთვალყურამ დღეს დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცე უნდა აკონტროლოს. Azal 025 with Ankara 129.3. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ჰაერში ბორტზე მყოფ პილოტებს ესაუბრება, კარნახობს სიჩქარეს, მიმართულებას და ამინდს. ხმა, რომელიც ხმელეთიდან 10,000-ობით კილომეტრში გაისმის, ხშირად უცნობი პროფესიონალის ხმა. ყოველი მოქმედება წესებით არის განსაზღვრული და ამ საქმეში შეცდომის დაშვება სავალალო შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ ცის უსაფრთხოებას ამ აპარატურასთან ერთად ავიამეთვალყურის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. ჩვენი პირველი საქმე არის ის, რომ იყოს უსაფრთხო საქართველოს ცა. ახლა ერთი წუთი უნდა მაპატიეთ. Good morning Turkish 2 Delta Papa police control identified. ბოლო 9 წლის განმავლობაში მის იმედად 10,000-ობით ხომალდი აფრინდა და დაუბრუნდა ხმელეთს. თუმცა ლევან გურგენიძის მრავალწლიან საქმიანობაში ისეთი რეისებიც ყოფილა, რომელიც მას არასდროს დაავიწყდება. საჰაერო ხომალდმა დაკარგა, წნევა დაკარგა ჰაერში და მოითხოვა ყისიერი დაშვება და ამ დროს მის ქვემოთ იმყოფებოდა კიდე სხვა საჰაერო ხომალდები, რომლების რა თქმა უნდა უცებ გაწევა იყო აუცილებელი და იმისათვის რომ აღნიშნული ხომალდი უსაფრთხოდ დაშვებულიყო. ის ანერვიულო მომენტი იყო, შეიძლება ითქვას, მაგრამ რა თქმა უნდა სწრაფი გადაწყვეტილების მომენტია ყველაფერი და რა თქმა უნდა მომზადების მომენტია ყველაფერი. ამას თან ზდევს ფსიქოლოგიური წნეხი, ბუნებრივია, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული არის სხვა ადამიანების სიცოცხლე. რამდენიმე საათში ლევანის სამუშაო დრო დასრულდება. ახლა მისი მეთვალყურეობით ბილიკზე ბოლო რეისი დაეშვება. ბორტის მგზავრებმა ალბათ არც კი იციან ვის ეკუთვნის ხმა, რომელიც ხმელეთიდან მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. საერთაშორისო ელექტრონული ფესტივალი ქართულ ეპილოგს უახლოვდება. რამდენიმე წუთში ბოლო შემსრულებელი ნინო ქათამაძე